დღე მშვიდობისა ყველას, აბა როგორ ვართ? მეგობრებო, როგორ ვართ? სალამი. სალამი ყველას. აბა როგორ გიკითხოთ, ჩემო ძვირფასებო? ისეთი ლამაზი ყოფილიყოს დღევანდელი დღე თქვენთვის. და ეს შაბათკვირა და ყოველი დღე, ჩემო ძვირფასებო, აბა როგორ ვართ? სალამი ყველას. სალამი. მოვედი ჩემო მეგობრებო. მოვედი თქვენთან საჯარო ლაივით. დღევანდელი ჩვენი საჯარო ლაივის თემა არის ესეთი. შევრიგდებით თუ არა? ხო, შეიძლება ვის გაინტერესებს და ვის არა, მაგრამ მე ვიცი რომ ჩემს ერთ ძალიან საყვარელ და თბილ მეგობარს აინტერესებს. ამიტომ მისი თხოვნით დღეს მექნება ესეთი ლაივი. შევრიგდებით თუ არა? ანუ შერიგდებით თუ არა თქვენ და თქვენი დაფიქრებული ადამიანი, მეგობრებო. ჩაიფიქრეთ ადამიანი, ვისთანაც ხართ გულნაწყენები, გულნატკენები, ვისთანაც არ საუბრობთ, გაქვთ პაუზა და გაინტერესებთ თუ რა მოხდება. ჩაიფიქრეთ სიტუაცია, კი, შევრიგდებით თუ არა? და მე დავიწყებ თქვენი ენერგიებით. აბა როგორ ვართ? როგორ ვართ მეგობრებო? ეს ჩემი ვარდი მინდა რომ ჩანდეს. ეს ვარდი ძალიან მოსწონს მორიელს. ხა. მე მგონი ყველას. არა მხოლოდ მორიელს. აბა როგორ ვართ? როგორ? ანა მარია თუ გყავს აქ? მოდი ერთი წუთით მეგობრებო გადავაზიარებ მაინც ვიღაცებს გადავუზიარებ და ხო, დავიწყებ. მოკლედ მოგესალმებით ყველას, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო და ცვივა კარტები, ნუ რა დღეში ხართ? რა დღეში გაქვთ ნერვები, რო იტყვიან. ხო. დავიწყებ ახლა თქვენი ენერგიებით. სანთელიც კი იჭვარტლება, რო იტყვიან მეგობრებო. სანთელიც კი იჭვარტლება, ძალიან ნერვიულობთ რაღაცას. სალამი. დავიწყებ თქვენი ენერგიები. თქვენი ენერგიები. ესეთია თქვენი ენერგიები. მხოლოდ შენ. ვაიმე, აი ჩვენი თემა. აი მეგობრებო, ეხლა არ თქვათ, რომ შემთხვევით რამე ხდება. შემთხვევით არაფერი არ ხდება და შემთხვევითობას აქ არ აქვს ადგილი. ეს არის ყველაფერი ზუსტად ის, რომ მხოლოდ შენ. შენთან ერთად ოჯახი, შენთან ერთად გამრავლება, გახარება, ბედნიერება, აი ყველაფერი, რაც კი შეიძლება კონდეს გულით საყვარელ ადამიანთან. და აი თქვენი ენერგიები არის ის, რომ შორს ხართ. შორს ხართ ამ ყველაფრიდან. ამ ოცნებებიდან შორს ხართ, ამ ფიქრებიდან შორს არ ხართ, ოცნებიდან შორს ხართ, რეალობიდან შორს ხართ. აქ არის დაბრკოლებები, შეფერხებები, აქ არის ფიქრობთ ეხლა, გაუშვათ თუ არა, დაელოდოთ თუ არა, წახვიდეთ თუ არა, ნუ რაღაც მსგავსი, კონფლიქტური სიტუაციები, აქ არის შეცდომები და აქ მაჩვენებს იმას, რომ დროის მოლოდინში ხართ. აი პერიოდულად უყურებთ ამ ყველაფერს, აი როდესაც ძალიან მოგაწვებათ რაღაც, აი იმ დროს უფრო აკვირდებით ამ ყველაფერს. იქნებ აი რო ვთქვათ, სოციალურ ქსელში გადადიხართ. კი, აი არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან აი ნახეთ, ხო. ძალიან ისეთი სტრესული ფონი გაქვთ, კონფლიქტური სიტუაცია გაქვთ. ხო, სხვადასხვა რაღაცები არის ხელი შემშლელი ფაქტორები. აი აქაც აჩვენებს, რომ არის სხვადასხვა ხელი შემშლელი ფაქტორები. მოკლედ, მოღრუბლულობა, რო იტყვიან თქვენთან ამასთან დაკავშირებით. კარგით, გავაგრძელებ ახლა.
თქვენი ენერგიები, თუმცა ხართ ძალიან მომხიბვლელები, ძალიან ლამაზები, ძალიან სიმპათიურები, ძალიან მოდი ასე ვიტყვი, სექსუალურები, მაგრამ ნახეთ როგორი დიდი ტკივილი გაქვთ. ძალიან დიდი ტკივილი გაქვთ. თუმცა იმედი გაქვთ, რომ ერთ დღესაც ეს ყველაფერი, ეს ტყუილები დასრულდება. ხო, მეგობრებო, დასრულდება. ძალიან გძნობთ მიტოვებულად თავს, თუმცა დასაწყისი, დაბრუნება, კიდევ ერთი შანსი, შესაძლებლობა, აი შეცვლა სიტუაციის, კი, ეს რატომღაც ამაზე ფიქრობთ. გინდათ რომ ეს ყველაფერი დაიბრუნოთ, ურთიერთობა დაიბრუნოთ. ხო, რომ მოგეცემოდეთ შესაძლებლობა და საშუალება შეიძლებოდეს, აი კი, წამსვლელი ხართ ამაზე. კი ბატონო. ძალიანაც კარგი. კიდევ ერთი ორი დასტა მეგობრებო. თქვენი ენერგიები, ამ წუთას თქვენი ენერგიები, დასასრული. რა დასასრული? დაბრუნება გინდათ, მაგრამ რატომღაც თქვენ ფიქრობთ, რომ დასასრულია? ხო, შეიძლება ბევრი ასე ფიქროთ, თუმცა არ გინდათ. ხო, ძალიან დიდი გულის ტკივილი გაქვთ. გინდათ რომ დასრულდეს რა? ეს გულის ტკივილი, ეს ტანჯვა, ეს წამება, გინდათ რომ დაასრულოთ, გინდათ რომ წახვიდეთ აქედან საერთოდ. შეწყვიტოთ გინდათ ეს ყველაფერი მეგობრებო. გულს გინდათ მოусმინოთ. მოусმინეთ თქვენ გულს, ჩემო ძვირფასებო. რას გეუბნებათ გული? გული რას გეუბნებათ? გული ისე გაქვთ დამძიმებულები რომ საკუთარი თავის რწმენა არ გააქვთ, მეგობრებო. ეჭვი გეპარებათ. რატო? ძალიან დიდი ემოციური ფონი გააქვთ. გინდათ სიახლოვე, გინდათ ადამიანთან სიახლოვე, ურთიერთობა. ძალიან დიდი დეპრესიული ფონი გააქვთ. აქ არის ჩარევები, ჩემო ძვირფასებო. აქ არის ჩარევები, ადამიანების ჩარევები, მაგიური ჩარევები, ზეწოლები, კი, აქ ყველაფერი შეიძლება იყოს, ან ერთ-ერთი, ან ყველაფერი. მესამე ადამიანების. კიდევ ერთი ორი დასტაც, ხო. ამიტომ არის კრიზისი თქვენ ცხოვრებაში, მეგობრებო. თუმცა ამ ყველაფერს არავის არ ეუბნებით. პირში გაქვთ წყალი ჩაგუბებული, არავის არაფერს არ ეუბნებით. ეს ხართ, ეს იცით მხოლოდ თქვენთვის და აი ნახეთ. იცით რომ თქვენ გიყვართ ეს ადამიანი, თქვენ იცით მხოლოდ თუ როგორ იტანჯებით, თქვენ იცით მხოლოდ თუ რა დღეში ხართ და სხვამ არავინ მეგობრებო. აი განდეგილის პოზიციაში ხართ, განდეგილები ხართ. თუმცა 24/7 ამაზე ფიქრობთ, ხო, აი ძალიან დიდ ლაბირინთის ქსელში ხართ, მოდი ასე ვიტყვი, სიყვარულთან დაკავშირებით. ძალიან დიდი ემოცია გაქვთ, ძალიან დიდ სიყვარულს ატარებთ, აი რო ვთქვა, აი შეპყრობილი, აი ორივე შეპყრობილის კარტი, მეგობრებო, არის, ნახეთ, ხა. არ გინდათ ამ ყველაფრის გაშვება, არ გინდათ, მეგობრებო, ბევრ თქვენთაგანს არ უნდა. და მაინც ესე იგი ხელი გარბის მეგობრებო, ხო, თუმცა სურვილი გაქვთ გაგრძელების. ძალიან გინდათ გაგრძელება. მიიღება და აღიარება. წმენდა, მეგობრებო, ჩაიტარეთ წმენდები. აუცილებლად ჩაიტარეთ წმენდები და თქვენ ამ ყველაფრიდან განთავისუფლდებით. უფრო დაინახავთ, ნათლად დაინახავთ ყველაფერს. თქვენ აუცილებლად გჭირდებათ წმენდები. კი. ხო, ჩახედავთ სიმართლეს უფრო თვალებში და ამ ხელფეხ შეკრულობიდან განთავისუფლდებით, მეგობრებო. აუცილებლად სასწრაფო, ხო, აი გაიქცევით, გაიქეცით მეგობრებო და ჩაიტარეთ წმენდები. როგორც შეგიძლიათ, რანა კი გარისკეთ. ეს ყველაფერი რადიკალურად შეცვლის თქვენ ცხოვრებას. გარწმუნებთ. აი ხო გეუბნებით, რადიკალურად შეიცვლება თქვენი ცხოვრება. გარისკეთ მეგობრებო. უნდა გარისკოთ. ხა. აი ნახეთ, თუ როგორ უკეთესად იგრძნობთ თავს. კარმა, ეს იყო თქვენი გასავლელი კარმა. ხო, აი მეგობრებო, აი რასაც გეუბნებით. გარისკეთ, გაიკეთეთ, ჩაიტარეთ წმენდები და აუცილებლად შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. ბევრად უკეთესად უკვე იგრძნობთ თავს.
ხო, ამიტომ გჭირდებათ კი. სასწრაფოდ გჭირდებათ კი მეგობრებო. წმენდები გჭირდებათ და ნახეთ როგორი წმენდები გჭირდებათ. აი ეს როა ბუდიზმის თუ რაღაცის წმენდა როა მეგობრებო. აი როა ტარებს ირგვლივ და ხმას რო გამოსცემს. ესეთი ძალიან ბევრია. თუნდ YouTube-ზე, თუნდ TikTok-ზეც, მეგობრებო, გაიკეთეთ აუცილებლად. არ ვიცი რა ვთქვა. არ ვიცი. მოკლედ. ესეთ იყო თქვენი დახასიათება და თქვენი ენერგიები. სალამი, ანა მარია. აბა როგორ ხარ? მოდით ახლა ჩავიფიქროთ პარტნიორი და ახლა პარტნიორს გადავხედოთ მისი ენერგიები. ჩაფიქრებული ადამიანის თუ პარტნიორის ენერგიები მეგობრებო. ხო. ნახოთ აბა როგორაა ის. ჩაიფიქრეთ თქვენთვის სასურველი ადამიანი და გავარკვიოთ თუ როგორაა ახლა ის. ხო. წარმოთქვით მისი სახელი თქვენთვის. ხო, ეს ადამიანი ამ ადამიანს ძალიან უნდა ბალანსი, მაგრამ ძალიან დიდ სტრესშია, მინდა გითხრათ. არც ის არ არის კარგად ნუ გეშინიათ. ამ ადამიანს აქვს კონფლიქტი. კონფლიქტი აქვს საკუთარ თავთან, მინდა გითხრათ. ხო, სტრესული სიტუაცია აქვს, კონფლიქტი აქვს. ეს ამ ადამიანს ეხლა რო გითხრათ, ხო, მეგობრებო, არ ვიცი დაიჯერებთ თუ არა, დომხალი აქვს რო იტყვიან გონებაში. აი ნახეთ. რაზე არ გინდათ რომ არ ფიქრობდეს და სადარდებელი არ ქონდეს. არ გეგონოთ რომ კარგათაა. სასწაული თქვენს უარესათაა, მეგობრებო. ხო. აი ესე ჩაკეტილი და ფიქრობს ეხლა. თავისთვის ფიქრობს. რა გააკეთოს? გავიდეს ამ ოთახიდან თუ არ გავიდეს? ხო, აი ესე ზის. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შეიძლება კიდევაც მეგობრებო ესე იჯდეს და არაფერი არ აინტერესებდეს ამ ადამიანს. ხო. ასე ზის ბნელ ოთახში. საცოდავი დაკარგულია ბნელ ოთახში. ხო. ყველაფერზე ატკაზი აქვს. ყველაფერზე უარი აქვს. ყველაფერზე გულგატეხილია. და რატომ? ამიტომ. ამას გაიქცა. ვინც არ უნდა იყოს, ეხლა ქალბატონები თუ მამაკაცები მიყურებდეთ, თქვენი პარტნიორი. ამ ყველაფერს გაურბოდა თუ გაიქცა, არ ვიცი, ხო. არ ვიცი, მეგობრებო, მაგრამ ასე ამბობს კი. ამის გამოა გულგატეხილი. სიტყვას რო არ ასრულებს ადამიანი, ჩემო ძვირფასებო, ადამიანი, რომელიც დაგპირდებათ ოჯახს, ერთგულებას, შენ ყველაფერს გაგაკეთებიებს და თვითონ არაფერს გააკეთებს და შენს ქმედებებზია მხოლოდ და შენ გიყურებს, რო იტყვიან ხელებში და ყველაფერში, ზოგადად, ხო? საქციელებში. აი, ასეთ ადამიანებს ემართება ზუსტად ეს. ამიტომ ზის ეხლა ესე ჩაკეტილი, აი ესე ჩაკეტილი, ვაჟბატონი თუ ქალბატონი და ფიქრობს ეხლა რა გააკეთოს არ იცის. ძალიანაც კარგია ესე თუა, ნუ რა თქმა უნდა ხარ ასასიამოვნო სიტუაცია, მაგრამ ნუ რას ვიზამთ, ხო. თავის წილ ჯოჯოხეთს ეხლა გადის თვითონ. თქვენ ხო გაიარეთ? გაიარეთ თუ გადიხართ? ის უარეს დღეშია ეხლა მეგობრებო, ხო. იმას ეხლა დაეწყო. თქვენ თუ შვაში ხართ, იმას ეხლა დაეწყო. კარგით, კიდევ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. მისი ენერგიები. ხო, გრძნობებზე რა ვთქვა ეხა? ანუ ამბობს იმას, რომ აი ის ნაპერწკალი არის, კი? კი. მეგობრებო. ხო არ გონიათ სადმე წასულია? აქვეა ისიც. ხო, ყველანაირი ხერხის მეთოდით გითვალთვალებთ. შეიძლება მისი ფარული საიტებიდან, შეიძლება სხვისი საიტებიდან, აკაუნტებიდან გითვალთვალებთ სოციალურ ქსელში. ყველანაირი ხერხის გამოყენებით გითვალთვალებთ ეს ადამიანი. ის იმიტომ გითვალთვალებთ, რომ თქვენი ენერგია არ აქვს, თქვენი ის ნაპერწკალი აღარ აქვს და კრიზისი აქვს. ხო. ძალიანაც კარგი. კიდევ მისი ენერგიები. დაწყება უნდა ურთიერთობის, დაბრუნება უნდა, კიდევ მოსინჯვა უნდა, აი ახალის დაწყება უნდა. თავიდან, ნახეთ რა აწერია? თავიდან მეგობრებო. დამწუხრებულია, როგორ მოვიდეს, რანაირად მოვიდეს, როგორ გამოვიდეს იმ ლაბირინთიდან, ეხა რაშიცაა გახვეული. ძალიან ბევრს გიხსენებთ. ძალიან ბევრს გიხსენებთ. აი ნახეთ,
ძალიან ბევრს გიხსენებთ ეს ადამიანი და იხსენებს იმას, რომ წარსულში ძალიან ბედნიერები იყავით. წარსულია ის, რაც იყო თქვენში. ამ ეტაპზე წარსულია. ამ ყველაფერს ძალიან კარგად იხსენებს და ძალიან გულისტკივა, მოდი ასე ვიტყვი. თუმცა მისი თვითონ ამბობს, ნახეთ უბრალოდ მეგობრებო, ეხლა ნახეთ აქ რა ხდება. შენ ხარ ჩემი სულმეითი, ამბობს. არ ვიცი რა გიყვარდათ, საერთო რა გქონდათ იმ მხრივ, რომ ორივეს რაღაც ერთნაირი საქმიანობა, ერთნაირი ხასიათი გქონდათ თუ ერთი და იგივე მუსიკა გიყვარდათ თუ რაღაც იყო ისეთი, რაც ორივეს გაკავშირებდათ. ეს შეიძლება ყოფილიყო მუსიკა, ეს შეიძლება ყოფილიყო საქმიანობა, ეს ხო აი გულის მელოდია, რაღაც რაც ახსენებს თქვენ თავს ამ ადამიანს და აი ესეთ გამოუვალ სიტუაციაში აგდებს. თვითონაც ესე პირში წყალჩაგუბებულია, არ გეგონოთ კარგათაა. როგორც თქვენ, ასევეა ისიც მეგობრებო. უბრალოდ ის ძალიან ცუდათაა. სახეს იხოკავს ეს ადამიანი აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იმის გამო თუ რა დააშავა და როგორ დააშავა და როგორ შეცდა. ხა, თუმცა არავის არაფერს არ ეუბნება არც ის. ვერ შეატყობთ თქვენ ამ ადამიანს თუ რაიმე მსგავსი არის, მაგრამ ასე არის კი. ხა. გულია აქვს? გული როგორ არ აქვს? რავა როგორ იწოწყლებს? გული აქვს, მაგრამ სათავისოდ. ესეთ ადამიანებს ყოველთვის აქვთ გული სათავისოდ. კი. ჩვენთვის არა, მათთვის აქვს. უბრალოდ სასიცოცხლოდ, მეტი არაფერი. ადამიანობისთვის არა. ხო, გული აქვს ზედაპირულად. ხო, აი ნეისკრენი. ხო, აი ნეისკრენი არის უსამართლო. არა მართალი არა ეს ადამიანი თქვენთან არანაირად. ნახეთ რა წერია ნეისკრენი. ეს ადამიანი თქვენთან მართალი არაა. თქვენთან მიმართებაში ამ ადამიანმა ძალიან დააშავა მეგობრებო. ძალიან დააშავა, კი. სიმართლეს თუ ჩახედავთ, კი, ფიქრობს მეგობრებო ამას. ეხლა აანალიზებს ამას, რომ თქვენთან მართალი არ იყო. სიმართლეს ჩახედა თვალებში და მიხვდა რომ მართალი არ იყო. სხვათა შორის ძალიან ნერვიულობს, ძალიან განიცდის ეხლა ამ ყველაფერს. ეხლა აანალიზებს ამ ყველაფერს. ნახეთ რა წერია რაზმიშლენი. ეხლა აანალიზებს ამ ყველაფერს და შეიძლება სიკვდილსაც ნატრულობდეს. თავისი საქციელით. ოღონდ მართლა ეს არის ადამიანი რომელიც ნატრულობს სიკვდილს, აი ცუც რო ნატრულობს. ხო, აი აღარ მინდა სიცოცხლეო რო ამბობს, აი იმ სიტუაციაშია მისული, ისიც არ გეგონოს კარგად. არ გეგონოთ მეგობრებო. ხო. არ გეგონოთ კარგად. ოხ, ისეთი კარტები მიცვივა ხელიდან, ჩემო ძვირფასებო, საუბარს არ მაცდის. ხო. კიდევ მისი ენერგიები, მოდი ვკითხოთ ახლა მისი ენერგიები, რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით. მისი ფიქრი თქვენთან დაკავშირებით. აი რას ფიქრობს მეგობრებო. მისი ცოდვით მჭირს რაც მჭირსო. დედას ფიცავარ. თუმცა ფიქრობს რაიმე ხო არ გაუკეთეთ. შეიძლება ამასაც ფიქრობდეს, მაგრამ მე ვიცი რომ არა. თქვენ ამის გამკეთებელი არ ხართ. ამის გამკეთებელი თქვენ არ ხართ, ხო, მისი ფიქრები თქვენთან დაკავშირებით. ხო, გზა, ანუ მისი ფიქრები ისაა, რომ გაიქცა, წავიდა, შორს ხართ, აქ არის დაცილება, აქ არის რასტაიანი, ანუ მანძილი, დაბრკოლებები, ძალიან ბევრი დაბრკოლებები გაქვთ მეგობრებო, ძალიან ბევრი. და აი ეს ადამიანიც ძალიან გაავებულია ამის გამო. კი, საუბრობს თავის შეცდომებზე თქვენთან დაკავშირებით. რომ იყო არასამართლიანი. არ გაგიგოთ და ვერ გაგიგოთ ამ ადამიანმა სამართლიანად. ვერ გაიგოთ თქვენი ტკივილი სამართლიანად. ხო, ვერ გაგიგოთ ამ ადამიანმა. კიდევ. ამიტომ გული აქვს დამძიმებული. ვერ შეასრულა ის რაც დაგპირდათ. ხა, გააზრებული აქვს უკვე მეგობრებო. ეს ყველაფერი უკვე გააზრებული აქვს. ნახეთ, რა წერია? ხა, ამ ადამიანს უკვე გააზრებული აქვს ის, რომ რაც დაგპირდათ, რაც იყო თქვენ შორის სიტყვა, ის ვერ შეასრულა. ხა, ძალიან კარგათაც.
ამიტომაა დაიკარგა. თავის ფიქრებში დაიკარგა. შეიძლება ესე დადიოდეს სანაპიროზე და ესე ფიქრობდეს. თუ კი სადმე ახლოს იმყოფება, ან დადიოდეს ესე ფეხით და სულ ამაზე ფიქრობდეს მეგობრებო. სულ ფიქრობდეს თავის დანაშაულზე. ოღონ მართლა. თავის შეცდომებზე ფიქრობდეს. აი რა აწერია, ნახეთ? შეცდომები. თავის შეცდომებზე ფიქრობდეს, კი. მოდი ვკითხოთ ახლა, რას გეტყოდათ? აი ამ წუთას რას გეტყოდათ თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? რას გეტყოდათ თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? რას გეტყოდათ? აი რას გეტყოდათ? კარმა მიწიაო მეგობრებო. კარმა მომეწია გზაშიო მითხრა, ამბობს. ხა. თან სერიოზულად მეგობრებო. კარმა მიწია გზაშიო, დამეწია გზაშიო. მე ვისწავლე შავი და თეთრის გარჩევაო. მე მივხვდი თუ რა ძვირფასი ხარ ჩემთვის. მე მივხვდი როგორი ფასეული და აი არ ვიცი, შეუფასებელი ხარ ჩემთვის. ხა. მე ვისწავლე შავის და თეთრის გარჩევა. დავინახე უკვე, ვინ არის ჩემთვისო მეგობრებო. შავი და თეთრი, ხედავთ ხო? ხა. ერთი ფეხი შავი აქვს, მეორე თეთრი. ნახევარი შავი აცვია, ნახევარი თეთრი. ხო, მეგობრებო. კარმა მიწიაო. რაც მე მჭირს, ეს არის კარმა. რაც დავაშავე, იმას ვიმკიო, ამბობს მეგობრებო. ხო, კიდევ რას გეტყოდათ? რას გეტყოდათ? რა საინტერესოდ ჭიკჭიკებს. ხო, აი, ჩემი დასრული ფეხი, მეგობრებო, აი, ხო რა, ესე წავედიო რა, ესე აი, ცუდად წავიდა, ხო, თუმცა მეგობრებო ამბობს რომ ძალიან ვეძებს სულიერ სიმშვიდეს, მინდა რომ აი ისევ გაგრძელდეს ეს ურთიერთობა. თითქოს ამბობს რომ კი ეს იყო რაღაცა ჩვენ შორის, არის კი გაუგებრობა და ეს ჩემი ბრალია, ერთხელ წავედი თუ რაღაცაო, ხო და მე ამბობს რომ მინდა რომ სულიერი სიმშვიდე ვნახო და მინდა რომ ხო ვეძებ სულიერ სიმშვიდეს. ხო ვეძებ სულიერ სიმშვიდეს. აი პირადად თქვენ რას გეტყოდათ? პირადად თქვენ რას გეტყოდათ მეგობრებო? გული მაქვს დამძიმებულიო. ვიმყოფები ფანტაზიებში, ილუზიებში და საკუთარი თავის კონფლიქტში. კი, კიდევ დაბრუნება მინდაო მეგობრებო. აი ნახეთ. და უნდა დაბრუნება. ამ ადამიანს უნდა დაბრუნება. ამ ადამიანს უნდა კიდევ ერთი შანსი. ეს ადამიანი ძალიან ცუდათაა მეგობრებო. დაბლოკილია ყველანაირად რო იტყვიან. ბლოკებშია. ამ ადამიანს არ ექნება, აი ბლოკებშია, პარტნიორი არ ეყოლება მეგობრებო. არ ეყოლება პარტნიორი, იცოდეთ? ხა. ყოველთვის წარმოგიდგენთ თქვენ. ძალიან ცუდად უმკლავდება ყველაფერს, უკვე რთულია მისთვის ცხოვრება. ამ ყველაფრის თქვენს შემდეგ მისთვის ცხოვრება რთულია. ხო, თუმცა ეგოისტია. ძალიან დიდი ეგოისტი ყოფილა. არ ვიცი რა დავარქვა, არ მიწყინოთ, მაგრამ ხო, ძალიან ეგოისტურად მოიქცა რო იტყვიან. საკუთარ თავზე შეყვარებული, ხო, ერთი წუთით ადამიანი, რომელიც არის საკუთარ თავზე შეყვარებული. აი, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, ყველა ჩვეულებრივები ვართ მეგობრებო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები ვართ, ან ვინმეზე მეტი უნდა ვიყოთ. ნუ ეხა, ესეც არ შეიძლება გააჩნია რა შემთხვევაში. ხო. თუმცა ძალიან ცუდათაა. აი ესე ზის იატაკზე და ფიქრობს. როგორ მოხდა ეს ყველაფერიო? ხო. ძალიან განიცდის. მოკლედ ესეთი იყო მისი დახასიათება და მისი ენერგიები, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ნუ რას ვიზამთ, რაცაც დავთესავთ, იმას ვიმკით. ამიტომ ხო. ყველას გვაქვს ჩვენი ჯვარის ატარებელი და მესმის მართალია გვიყვარს, მაგრამ
არის ისეთი რაღაცები, რაც იცის სამყარომ და უფალმა როგორ უნდა მოაგვაროს. ამიტომ ხელი არაფერს არ შეუშალოთ. მოდი ახლა გავარკვიოთ ჩვენ, გავაგრძელოთ, რას გვეტყვის, რა რჩევას მოგცემს მაგასთან დაკავშირებით კიდე ტაროს დასტად, გავარკვევთ ახლა ყველაფერს. აბა ჩემო ძვირფასებო, ხო არ დავიყალეთ? ყავა ხო არ დავლიოთ? ყავა, მეგობრებო, ყავა. ყავა. და გავაგრძელოთ. გაიხარეთ ჩემო ძვირფასებო. დღევანდელი ლაივის თემა მთხოვა ჩემმა ერთმა ძალიან თბილმა და საყვარელმა ადამიანმა, ჩემმა მეგობარმა, ბიჭმა, მეგობრებო, ბიჭმა. ძალიან მიყვარს, ძალიან ვაფასებ, ძალიან ვუერთგულებ ამ ადამიანს. ამიტომ დღევანდელი ჩვენი ლაივი არის მისი თხოვნით. ეს თუ გამოჩნდება აუცილებლად ვიტყვი, მეგობრებო. მესამე პირი თუ გამოჩნდება აუცილებლად ვიტყვი. მაგრამ დღევანდელი ჩვენი საჯარო ლაივი არის შევრიგდებით თუ არა. ხო, ხელი შემშლელი ფაქტორები არის. ნამდვილად არის, მაგრამ ეხლა ოფიციალურად პარტნიორი მესამე ჯერ არ დამინახია და თუ კი გამოჩნდება აუცილებლად ვიტყვი, მეგობრებო. ხო. მოკლედ. დავიწყოთ, მეგობრებო. აბა დავიწყოთ. შევრიგდებით თუ არა? თქვენ და თქვენი პარტნიორი, თუ შერიგდებით, შევრიგდებით თუ არა? არა, თუ შევრიგდებით. თუ შერიგდებით, თქვენ და თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. სანთელზე მოვარებ, მეგობრებო, და დავიწყოთ. თუ შერიგდებით, აბა რას გვეტყვის თქვენი პარტნიორი? თუ შერიგდებით, აბა დავიწყოთ. ეს ადამიანი ძალიან გაუბედავია თავის გადაწყვეტილებაში. ძალიან ბევრ ჭორებსა აყოლილი, მინდა გითხრათ. ეს ადამიანი გებულობს ახალ ამბებს, მიაქვენ თუ მოაქვენ. ანუ იქ ჩვენ გვაჩვენა მის დახასიათებაში, რომ ეს ადამიანი გითვალთვალებთ ყველანაირი ხერხის გამოყენებით. არ ვიცი რა ხერხს მიმართავს და როგორ აკეთებს ამ ყველაფერს, მაგრამ ამბებს გებულობს ჭორების სახით. ხო, არასტაბილურობაში იმყოფება, გაუბედაობაში იმყოფება და გადაწყვეტილებას ვერ ღებულობს. აი, ნახეთ, ქვემოდან არის ესეთი განდეგილის კარტი, ადამიანი, რომელიც იმყოფება ეხლა მარტო და მნიშვნელოვან გაკვეთილს გადის. სამყაროდან მნიშვნელოვან გაკვეთილს გადის. მიუკაკუნა კარმა, მიქ ჩვენ გვაჩვენა, რომ კარმა მიუკაკუნა. მეგობრებო, სამყაროც ამოუბრუნდა, სამყაროც ძალიან განაწყენებული ყავს ამ ადამიანს. ეს ადამიანი არასრულყოფილებაში იმყოფება, ოღონდ აი პოლნივ პროგრამირო იტყვიან. ხო, უმოძრაობაშია, აი როგორ ვთქვა, აი ინერცია, აი უკუსვლა აქვს ყველაფერში ამ ადამიანს, მეგობრებო. ხო, ამ ადამიანს აქვს უკუსვლა, უმოძრაობა, ცვლილებები. თქვენ ხო არ გონიათ, რომ მხოლოდ თქვენ ხართ ეხლა ესე დარჩით თქვენ და ხართ ესე? არა. მასთან როგორ მოხდა ყველაფერი, იცი? ნელა უკან წავიდა ყველაფერი, მეგობრებო. უცებ არ ხდება სამყაროში არაფერი. ნელ-ნელა, აი დღეს მაგალითად, აი დღეს ამ კვირაში მაგალითად თქვათ რაღაცა გაუფუჭდა, სარეცხი მანქანა გაუფუჭდა დღეს. მაგალითები მომყავს არაჩვეულებრივი. ხო, ამ კვირაში გაუფუჭდა მანქანა. ხო, თქვათ და გააკეთა. მეორე კვირაში გაუფუჭდა ჭურჭლის მანქანა. ხო. თქვათ და გააკეთა. მესამე კვირაში გადაეწვა მაცივარი. всё. ხო, მერე კიდევ პრობლემა დაემატა. მერე ის გაუფუჭდა, მერე ეს გაუფუჭდა, მერე ჯანმრთელობა შეერყა, მერე ეს და აი ასე ჩემო მეგობრებო. არ დაიწყევლო. ჩემს საიძე ვინც დაიწყევლება, იმას დავბლოკავ. მსგავსი რამე ჩვენთან ვინმე მართვას, მეგობრებო. არავითარ შემთხვევაში არ დაიწყევლო. წყევლა არის მაწყევარის. არ მიყვარს. მეგობრებო. შეიგინე, ბოლო ადამიანო. ხო, აი
ამ ადამიანს აქვს ეხლა როგორ ერთი ნაბიჯი წინ ორი უკან ანუ ხვდებით ხო ეს უკვე არის კრიზისი თან კრიზისი როგორი კრიზისი ხა ერთი ნაბიჯი წინ ორი უკან ეს აღარც წინ აღარა ყველა არის უკვე უკან ხო აქვს ძალიან რთული პერიოდი აი ყველაფერზე დაბნეულია აქ ხდება რაღაც ახალ საქმეში თითქოს ჩარევა მაგრამ არაფერი არ აქვს კარგი ყველაფერი უკან მიდის ტენდენცია შეიცვალა სიტუაცია შეიცვალა აზრები შეეცვალა ხედვა შეეცვალა ცხოვრება შეეცვალა ამ ადამიანს უკან წინ არა უკან მეგობრებო ხო ადამიანი არის სულ არასასიამოვნო ამბებში დანაკარგებში და ფანტაზიებში ადამიანმა რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა ცხოვრებაში და ადამიანი რომელიც მოდი ასე ვიტყვი კარგავს ყველაფერს ნელა უცებ არა ნელ-ნელა მეგობრებო კარგით კიდევ რას გვეტყვის თქვენთან დაკავშირებით რას გვეტყვის მეგობრებო ხო ძალიან უპატიოსნოთ მოგექცათ აი ნახეთ უპატიოსნო ძალიან ცუდად მოგექცათ ეს ადამიანი ამ ადამიანმა არ ვიცი რა ინტრიგები მოგიხლართათ მაგრამ აქ ინტრიგებზეა საუბარი ძალიან ცუდად გამოუვიდა უნდოდა თუ არ უნდოდა ამას თქვენ უფრო მიხვდებით მაგრამ ცუდად გამოუვიდა ხო ინტრიგები აქ არის ინტრიგები მეგობრებო რაიმე არასწორ აი მაგალითად უნებლიეთ რომ რაიმე შეეშლება ადამიანს არა ძალიან არ მინდა ამის თქმა მაგრამ არ მიწყინოთ ხო აქ არის ინტრიგები სულ სხვა რაღაცა ინტერესები რაღაც მხოლოდ ინტერესები ქონდა ამ ადამიანს არ ვიცი რა იყო მაგრამ ასეა კი ხო მოკლედ თვითგანადგურებაშია ეს ადამიანი ეხლა ძალიან ცუდათაა თავის დანაშაულზე მინდა გითხრათ და აი ხედავთ ხო ყველა კარტი ამობრუნებულია ხო აი ქვემოდანაც ამობრუნებულია ძალიან ცუდად არის ცუდი ფიქრები აწუხებს აი უბრალოდ თქვენს წინ ამოვიღებ ეხლა კარტებს ნახეთ ცუდი ფიქრები აწუხებს ძალიან ცუდად არის ფიქრობს იმას რომ რაიმე რო გააკეთოს და უკვე არაფერი აღარ გამოსდის აი უკვე საერთოდ ვერაფერს ვეღარ აკეთებს მეგობრებო აი უბრალოდ დააკვირდით ყველა კარტი ამობრუნებულია ამ ადამიანს კიდე უნდა რომ ბედით ცადოს ხო ეს ადამიანი აუცილებლად ეცდება ახალ შანსებს რაღაც ახალ გზებს მოძებნის მეგობრებო აუცილებლად გამოჩნდება მოულოდნელად გამოგიჩნდებათ კი გაგიკვირდებათ სხვათა შორის მინდა გითხრათ ხო გაგიკვირდებათ ხო იმიტომ გამოჩნდება აი როგორც მოულოდნელად გაქრა თქვენი ცხოვრებიდან ისე მოულოდნელად გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში მეგობრებო აი ამას ახლა ჩავაბრუნებ იმიტომ რომ მაინტერესებს რა შემთხვევაში ამოვა. ხო. ამ ადამიანს ჩაეშალა გეგმები, ჩაეშალა ოცნებები, ამოუყირავდა ცხოვრება საერთოდ რო იტყვიან. ცადა მიწა შეიცვალა, მიწა და ცა გახდა მეგობრებო. აი ასე აქვს მისი ცხოვრება. მისი დალაგებული ცხოვრება წავიდა უკუღმა. ხო, დალაგებული თქვენთან ერთად იყო, რო იტყვიან. ხო. მოდი მინდა ვკითხო ეხლა, რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით? ეს ადამიანი რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით? შერიგებასთან დაკავშირებით. ფიქრობს იმას, რომ ძალიან დიდი დანაკარგი ხართ მისთვის. ფიქრობს იმას, რომ აუხდენელი ოცნება ხართ მისთვის. ფიქრობს იმას, რომ ძალიან ცუდად მოგექცათ. ხო. ამიტომ აქვს ეხლა ფინანსური პრობლემები. მოკლედ, აი მეგობრებო, ეს არის ჩემთვის ბუმერანგი. ხო. მე ამ სურათს მივიჩნევ ბუმერანგივით. ვინ როგორ ხედავს მე არ ვიცი, მაგრამ პირადად მე ეს კარტი ჩემთვის აი ეს ტუზი ერთიანების კვერთხები ჩემთვის არის ბუმერანგი. ამან უწია დაუბრუნდა ის მას, მეგობრებო, რაც თქვენ გაგიკეთათ. ხო. ნახეთ რა წერია? სიძნელეები, სირთულეები, ინტრიგები, აფერისტობები, დანაკარგები, ეს ყველაფერი უკვე მასთანაა. ხო. დოგმატური აზრები, გაუტანლობა, საკუთარი თავი ეზარება ამ ადამიანს, იცით? თუ იცით, მეგობრებო? ამ ადამიანს ეზარება საკუთარი თავი. ხო. ძალიან დიდი დანაკარგი ხართ თქვენ მისთვის. ანახეთ. ხო. აკვირდებით ხო, რამდენიმე ყველა კარტი თითქმის ამობრუნებულია.
ძალიან ბევრი კარტი არის ამობრუნებული, მეგობრებო. ძალიან ცუდადაა. არ გეგონოთ, რომ კარგად არის. არ იფიქროთ, ერთი წუთითაც არ იფიქროთ, რომ თქვენ ცუდად ხართ და ის კარგადაა, მეგობრებო. არა, ის ცუდადაა უფრო. და თქვენ თუ გინდათ, რომ ის უფრო ცუდად იყოს, მეგობრებო, თქვენ უნდა იყოთ უფრო კარგად კიდე. აი ნახეთ, მე მისი ცუდად ყოფნა. ხო. მე მეტყვით მე რომ მართალი ყოფილხარო. თქვენ რამდენადაც ეხლა კარგად იგრძნობთ თავს და გამოკეთდებით და უნდა გამოკეთდეთ მეგობრებო, იმდენად ცუდად გახდება თვითონ. ეს იმიტომ არა, აი ის ადამიანი, როდესაც თქვენ კარგად ხართ, ცუდად ხდება. თქვენ როდესაც ცუდად ხართ, ის კარგადაა მეგობრებო და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ. ხო. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ. ამას გეუბნებით სულ. აი ესეა თვითონ ეხლა. აი ესე. ყველას და ყველაფერს ხმლებით ხვდება. ძალიან გაღიზიანებული, ძალიან გაავებული ადამიანი, რომელიც ეხლა არის მარტო, დაშორებული. ეს არის ქურივი ადამიანის სურათი, მარტო მყოფი ადამიანის სურათი. ის არავისთან ერთად არაა ეხლა. თუ კი ვინმეს გაინტერესებთ, ქალბატონებო თუ მამაკაცებო, თქვენი პარტნიორი არის თუ არა ვინმესთან ერთად. გეტყვით რომ არ არის. ხა. ეს არის მარტო მყოფი ადამიანი. ეს არის ქალი, რომელსაც აწვია გრძელი კაბა, ფერადი ხო, ამ ადამიანს შავი არ უყვარს. როგორც ჩანს, ძალიან ნაკლებად იცმევს შავს. უფრო სხვა ფერში. ამ ადამიანს შეიძლება ქონდეს შეღებილი თმები, რაღაც თავსაბურავები უყვარდეს მძივები. კი, ხშირად შეიძლება ქონდეს ცოტა ისეთი რთული მკვეთრი ხასიათი. მინდა გითხრათ, ამ ადამიანს აქვს მესამე თვალი. მეგობრებო, ამ ადამიანს აქვს მესამე თვალი. ან ესეც უყურებს საჯარო გაშლებს. მინდა გითხრათ. კი. იქნებ თქვენი პარტნიორიც იყოს აქ. არც ამას გამოვრიცხავ. ჩემო ძვირფასებო. მე ვიცი რომ ჩემი ლაივები და საჯარო გაშლები ფორიუზეა. არ გამოვრიცხავ რომ თქვენი პარტნიორი რომელიმე ერთ-ერთი ჩემი გამომწერი იყოს, ან მსმენელი. არც ამიდან ვართ დაზღვეულები, ასე რომ არის ესეთი შემთხვევები ციცოდეთ. ამ ადამიანს მესამე თვალი აქვს. გეუბნებით. საჯარო გაშლებს უყურებს ან ლაივებს. დააკვირდით მამაკაცებო თქვენს პარტნიორს ხო არ გავს? ხო. აი ხმლების პაჟი და ხმლების დედოფალი. მეგობრებო, თქვენ შორის არის სხვაობა. უყურეთ, ოღონდ რა სხვაობა გეტყვით ახლა? ასაკობრივ სხვაობაზე არ ვსაუბრობ, მე აქ. არა. აქ არის სხვა სხვაობა და გეტყვით ახლა რა არის? ხმლების დედოფალი და ხმლების პაჟი. ხმლების დედოფალი ეს არის ქალი უმოქმედო, რომელიც ნაბიჯს არ დგამს თქვენსკენ და ხმლების პაჟი არის ადამიანი, რომელიც მოქმედებს. ანუ თქვენს პარტნიორს უნდა რომ თქვენ იმოქმედოთ და თვითონ თქვენ რომ მიხვალთ, მეგობრებო, ამ ადამიანს უნდა რომ აი მოგკვეთოთ, აი იცით როგორ აი მარკა აიმაღლოს. ეს აი ამას ელოდება. ეს ადამიანი ყოველთვის თქვენგან იყო მოქმედებაში. ანუ როგორ დამღალა მეგობრებო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ესე იგი, რა ხდება აქ? ამ ურთიერთობის წამყვანი ფიგურა იყავით ყოველთვის თქვენ. ამის თქმა მინდა. თქვენ იყავით მოქმედი ძალა ამ ურთიერთობაში. აი ნახეთ, ამას ხმალი ესე აქვს მომარჯვებული და ეს მოქმედებაშია. ხვდებით ხო, რას ვამბობ? ეს ადამიანი ხართ თქვენ. ეს არის მოქმედი კარტი. ანუ ეს როდესაც ამოდის საუბარში მეგობრებო, ვამბობ ყოველთვის რომ უკვე მოქმედებაშია ეს ადამიანი. ელოდეთ მეთქი, მაგრამ ეხლა თვითონ გელოდებათ მეგობრებო. გაიგეთ? თვითონ გელოდებათ, როდის გადამდგამთ ნაბიჯს მისკენ, მაგრამ არა იმიტომ რომ დაგიბრუნოთ სიტყვაზე, არა იმიტომ რომ დაგიბრუნოთ, არამედ იმიტომ რომ კიდევ მოგიქნიოთ ეს ხმალი და კიდევ უფრო მოგიშოროთ. ძალიან არ მინდა მის თქმა, მაგრამ ასია.
თუმცა მას უნდა რომ უკან არ დაიხიოთ. ხო. გასწაული. აქ საუბარია ზოდიაქოებზე, არ ვიცი რამდენთან დაემთხვევა, ქალწული. აქ შეიძლება იყოს ქალწული, ზოდიაქო და კურო. კი. ქალწული და კურო. გასწაული. მოკლედ, შერიგდებით თუ არა? აი ნახეთ ქვემოდან მეგობრებო. ამ ადამიანს რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ოჯახი უნდა თქვენთან. მიწისტიქია კი. თქვენთან ოჯახი უნდა ამ ადამიანს. მაგრამ პრობლემები აქვს. ვერ გიქაჩავთ რო იტყვიან. ეს ადამიანი თქვენს მოთხოვნებს, მოდი ასე ვიტყვი, ბჭყალებში ვერ აკმაყოფილებს. ხო, კი გინდათ ამ ადამიანთან ოჯახი და შეიძლება მასაც უნდა ოჯახი, მაგრამ თვითონ ვერ გაგიქაჩავთ მეგობრებო. ვერა. იმიტომ რომ მეტის მეტი მოზდის. ამ ურთიერთობაში მანაც უნდა იმუშაოს, არა მხოლოდ თქვენ. მე ვიცი რომ თქვენ ძალიან ბევრი გააკეთეთ. და აი ხო გეუბნებით, ყოველთვის თქვენ იყავით წამყვანი ფიგურა ამ ურთიერთობაში. ყოველთვის თქვენ დებდით უფრო მეც. ყოველთვის თქვენ გაიღეთ, იმაზე მეტი გაიღეთ, რაც გესაჭიროებოდათ, ამიტომ დარჩით დაზარალებულები თქვენ. ხო, ჩემო ძვირფასებო, ამიტომ ძალიან ბევრი იბრძოლეთ თქვენ. ხო, ამიტომ დარჩით ყველაზე დიდი გულნატკენები. სამიანების ხმლები. თქვენ იყავით მებრძოლი, თქვენ იყავით მშრომელი და თქვენ იყავით ყველაფერი ამ ურთიერთობაში და დარჩით ყველაზე მეტი დაზარალებული თქვენ. ამიტომ ვერ გიქაჩავთ მეგობრებო ეს ადამიანი. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი უნდა იშრომოს. შრომა ის არაა მხოლოდ ფიზიკური. ფიზიკურზე საუბარი მეგობრებო. ურთიერთობასაც შრომა სჭირდება. აბა რა გგონიათ ეხა თქვენ? შრომა რა, მხოლოდ ფიზიკური დაღლა? არა. ხო. ეს ძალიან რთულია. მისი მხრიდან ძალიან სირთულეებთანაა დაკავშირებული, კი. და თქვენც ძალიან კარგად იცით. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს ადამიანი რისი გამკეთებელია. ხო. თქვენ რო გააკეთეთ იმას გააკეთებს, ან გააკეთა? არ გააკეთა, თქვენც ხო იცით რომ არ გააკეთა მეგობრებო. ხო. ეხლა ზის და ნერვიულობს. ხო და იჯდეს და ინერვიულოს მეგობრებო. ეხლა მინდა ვკითხო კაცს. თუ აქვს სინანულის გრძნობა, მაინც ვკითხოთ ტაროს. იქ ჩვენ გვაჩვენა მის დახასიათებაში, მაგრამ ახლაც ვკითხოთ. სინანულის გრძნობა როგორი აქვს ეხლა თქვენს მიმართ? თუ ნანობს ამ ყველაფერს? ხო? წასვლა. გულგატეხილი, კი მეგობრებო? კი, ნახეთ, მეგობრებო. ამ ყველაფერ ძალიან ნანობს. აი ძალიან სცხვენია. აი ის რო უარი თქვა ურთიერთობაზე, ის რო უარი თქვა მუშაობაზე, ის რო ადგა და გაიარა და წავიდა, ეს უფრო ადვილი იყო მისთვის. ურთიერთობას რო ბრძოლა უნდა. ჩვენ ხო ვიცით. დაბრკოლებების გარეშე რა იფიქრა ეხლა? მეგობრებო, მე არ ვიცი, მაგრამ ხო, ბრძოლა საერთოდ ბრძოლის სურვილიც არ ქონია ამ ადამიანს. ამ ადამიანმა იცოდა მხოლოდ აღება და წაღება. დროის, გრძნობის, სიყვარულის, სიტყვების, ჩაილაგა ჯიბეში, ერთ ჯიბეში, მეორე ჯიბეში, გულის ჯიბეში, გაიარა და წავიდა. არ მინდა მასე საუბარი, მაგრამ ასია. და დაგტოვათ ესე, თქვენივე თასებით. გაიარა და წავიდა მეგობრებო. ხო. ეხლა სვენია კი? უარი რო თქვა თქვენზე. უარი თქვა პარტნიორობაზე, უარი თქვა სიყვარულზე, ნიშნობაზე, ურთიერთობაზე. მე ვიცი რომ თქვენ ოჯახი გინდათ დღემდე გინდათ მასთან. აი ეს ოჯახი, თქვენ ყველაფრისთვის მზად ხართ კიდე, ბრძოლისთვის მზად ხართ კიდე, მეგობრებო. მე ვიცი, მე მჯერა თქვენი, მაგრამ თვითონ ეხლა ხდება ამ ყველაფერს, რომ დაგკარგათ. ხო? ღამე არ ძინავს. თავზე ჩამომხობილია ყველაფერი, ხო. თავზე ჩამომხობილია ყველაფერი მეგობრებო. ურთიერთობის გაწყვეტა.
ხო. თავზე დამხობილია ყველაფერი, რომელი სართულიდან გადმოვარდა არ ვიცი, ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ ზოგადად ვამბობ რა. ენერგეტიკულად. ხო. ეხლა გავაგრძელოთ მეგობრებო. რას მოიმოქმედებს? მისი მოქმედება მაინტერესებს ეხლა მე. მისი მოქმედება თქვენს მიმართ. აი თქვენსკენ რას მოიმოქმედებს? მოიმოქმედებს იმას მეგობრებო, რომ კიდევ წინააღმდეგობას გაგიწევთ. ეჭვიანობს, არ ვიცი საეჭვიანოთ რა აქვს საქმე, მაგრამ ძალიან ცვალებადი ემოციები აქვს. დღეს უყვარხართ ხვალ არა. დღეს კარგ ხასიათზეა ხვალ არა. ხო, დღეს უნდებხართ ხვალ არა. ახლა დღეს ფიქრობს, უი, მოდი მივწერ, დავეკონტაქტები, დავრეკავ, ან მოვიკითხავ, მოbrunდება მეორე წუთში, არა, მოდი კიდე დაველოდები. აი ხო გეუბნებით, ქალწულს ახასიათებს ეს. არ ვიცი ხა რამდენად ემთხვევა, მაგრამ ქალწულს ახასიათებს ეს. გადადება. ბევრჯერ გადადება, ხო, ცვალებადი ხასიათები. კიდევ. გადაწყვეტილების მიღება. აბატონო, ეს ადამიანი გადაწყვეტილების წინაშე დგას. დაბრუნდეს თუ არა? ვინმე ყავს მეთქინ? არა, მეგობრებო, ამას არ ვიტყვი, რომ ვინმე ყავს. არა. გადაწყვეტილება მდგომარეობს იმაში. ისევ ესე მანძილზე იყოს თუ არა? დაგირეკოთ თუ არა? მოგწეროთ თუ არა? მოგიკითხოთ თუ არა? თქვენთან გააგრძელოს ოცნებებზე და ცხოვრებისეული ფიქრები თუ არა? თუ დაასრულოს ეს ურთიერთობა? ამაზე ფიქრობს. ხო, შეიძლებაც და სასწორი არ მივაქციოთ ყურადღება, მეგობრებო. უბრალოდ ესეც სტიქიაშია ეხლა და ემთხვევა ამიტომ. ხო, ზოდიაქოებს არ მივაქციოთ ყურადღება. კიდევ. აი ესა მისი გადაწყვეტილება. ვერ ბედავს. რას უნდა ელოდოთ მისგან? მანიპულაციებს ისევ და ისევ მანიპულაციებს. რას უნდა ელოდოთ მისგან? მოჩვენებით თავისუფლებას. ანუ თქვენ თუ ხედავთ ეს ადამიანი რომ თითქოს ბედნიერია, ესეც ერთ-ერთი მანიპულაცია იცოდეთ, იმიტომ რომ თქვენ გახვიდეთ კონტაქტზე, წამოეგოთ მის გადმოგდებულ ანკეს და გახვიდეთ კონტაქტზე, მაგრამ მე გირჩევთ რომ ეს არ გააკეთოთ. პირიქით იმოქმედოთ მეგობრებო. აი რატო არ მოქმედებთ პირიქით? ხო, აი თქვენებურად პირიქით. ვიცი რომ გიყვართ. ვიცი რომ არ შეგიძლიათ, მაგრამ აი ხო ხედავთ, მასწავლებელი არაჩვეულებრივი ყავთ. აი თქვენი მასწავლებელი. ესაა თქვენი მასწავლებელი, მეგობრებო. რაც გასწავლათ, ის უნდა გააკეთოთ და გასწავლათ ეს მანიპულაციები. და რატო არ აკეთებთ? ხო. აბა ნახეთ მერე, როგორ კარგად გამოგივათ ჩაბარება გამოცდის. ხუთიანებს დაგიწევთ ზუსტად მეგობრებო. ხო. აი ასე. რაც გასწავლათ, ისე უნდა მოიქცეთ. თვითონ გასწავლათ მანიპულაციები და ისევე უნდა გააკეთოთ თქვენს მეგობრებო. თქვენ თუ გაჩვენებთ ეს ადამიანი რომ ძალიან ბედნიერია და კარგადაა, ხო და აჩვენეთ თქვენც რომ კარგად ხართ. არ გაიფიქროთ რომ აი სადმე რამე დაწეროთ რომ ცუდად ხართ. პირიქით. უხრა მაგარია ცხოვრება და რა კარგია ზუსტად მეგობრებო. აი ასე. თქვენ რა გონიათ? ესე იგი ისე დამღალა. მეგობრებო, ისე დამღალა, დედას ფიცა ვარ. დამიტრიალდა თავში ყველაფერი. ისეთ ენერგიებშია, საცოდავი. ურთიერთობა მანძილზე. ხელშეუხებელი ურთიერთობა. პლატონური სიყვარული, პლატონური მეგობრობა. აქ არაფერი არაა. ეს არის მხოლოდ მანძილზე სიყვარული. ხა. თუ უნდა ამ ადამიანს შერიგება. პირდაპირ უნდა დავსვა ესეთი კითხვა. თუ უნდა თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს რომ შერიგდეთ. თუ აქვს სურვილი რომ შერიგდეთ, მეგობრებო. ერთი წუთით.
ხო, თუ უნდა რომ შერიგდეთ. კი მეგობრებო, ამის ძალიან დიდი სურვილი აქვს. ნახეთ რა აწერია. თქვენსკენ ძალიან დიდი, ხო, აი ძალიან მოღრუბლულია უთქვენოთ და თქვენსკენ ძალიან დიდი ლტოლვა აქვს. კი უნდა თქვენთან შერიგება, კი, იმიტომ რომ გაუბედურებულია, იმიტომ რომ მარტოა, იმიტომ რომ არავინ არ ყავს, იმიტომ რომ ძალიან ცუდათაა. კი, იმიტომ რომ სულ ბალოტში ზის. ეხლა არის ბალოტი, სტაგნაცია. კი მეგობრებო, შერიგება უნდა. ოღონ მართლა. დაგვიანების ეშინია, ხო არ დააგვიანდა, ან ხო არა უკვე გვიანი, ხო არ ყავთ უკვე ვინმე, ხო არ ფიქრობთ უკვე სხვაზე, ხო არ ჩაანაცვლეთ მისით ვინმე. ხო, დაბრუნება უნდა კი. სხვათა შორის ამბობს რომ ამ ურთიერთობაზეც იმუშავებს. მე არ ვიცი ხა რამდენად გამოუვა მას, მაგრამ ხო, თუ ძალიან მოინდომებს გამოუვა კი. კი მეგობრებო, კი. კი მეგობრებო. კი, აი ესე გითვალთვალებთ, შერიგება უნდა. უნდა მეგობრებო, მოსვლაც უნდა, შერიგებაც უნდა. ღმერთო როგორ დამეღალა გული თქვენ არ იცით. აი ეხლა როგორც დაღლილია თვითონ, ისე დავიღალე მეც. ისეთ ენერგიებშია საცოდავი. შერიგება უნდა კი, მეგობრებო, 24/7-ზე გითვალთვალებთ. ჩახმალულია, ჩახანჯლულია, ჩანიორწყალებულია საცოდავი. ნიგზის წვენი აკლია ერთი. ერთი ნიგზის წვენი აკლია მხალად. თქვენ გამოკამათობს. არ ვიცი ვის ეკამათება ეს ადამიანი, მაგრამ თქვენ გამოკამათობს. არ ვიცი კიდევ ვიმეორებ ვის ეკამათება. ვისთან კამათობს? ვისთან კამათობს? მეგობრებთან. მეგობრებთან, მეგობრებო. თქვენ თუ იცით რომ ამ ადამიანს ყავს მეგობრები, მეგობრებთან კამათობს. მეგობრები ეკამათებიან. დედა რა საინტერესოა? რას ეუბნებიან? საითკენ წავიდა უკვე. აი ეს უკვე მომწონს. უკვე ინტრიგებში ჩავარდი. რას ეუბნებიან მეგობრები? რატომ კამათობენ? ამტყუნებენ თუ ამართლებენ? არა, ამტყუნებენ მეგობრებო. დედას გეფიცები ამტყუნებენ, მეგობრები ამტყუნებენ, ეუბნებიან რომ ახალი გზები მოძებნოს, ახალი შანსები მოძებნოს, ეს პრობლემები სხვანაირად მოაგვაროს თქვენთან დაკავშირებით. გეფიცებით. აი მესმის მეგობრები. აი ნახეთ თქვენს მხარესაა მისი მეგობრები, ჩემო ძვირფასებო, ძალიანაც კარგი. კიდევ რაო, კონფლიქტები აქვთ, გაუცხოება რო აქვს დაწყებული, აი ცუდ ხასიათებში როა უკვე გადასული, ამტყუნებენ, აი მეგობრებშიც ცუდ ხასიათზეა უკვე მეგობრებო, ეტყობა იმათაც ეჩხუბება უკვე და იმათ არ უნდა რომ ჩხუბობს და ესეთი გაღიზიანებული როა და ესეთი თავგადაკრული როა მეგობრებო, ამიტომ ეკამათებიან მეგობრები რომ აი ეს პრობლემები მოაგვაროს მან თვითონ. მოსვლა, ელოდეთ მეგობრებო. ელოდეთ ნაბიჯებს, ელოდეთ მისგან რას. ქვემოდან. როგორ იხედება თქვენსკენ? კი, უპასუხისმგებლოდ იქცევა ეხლა, მაგრამ ელოდეთ მისგან ნაბიჯებს. ელოდეთ მოსვლას, კონტაქტზე გამოსვლას, აი მოწერას, კრიზისი გაქვთ კი და აი რაღაცნაირი სიტუაცია გაქვთ, მაგრამ განკურნებას, ელოდეთ სიტუაციის შეცვლას. ჩემო ძვირფასებო, ელოდეთ მისგან, თქვენ არაფერი, მისგან ელოდეთ. იმიტომ რომ მოსვლის კარტი ჩანს. ხა ხო, როგორ უცებ თქვა? ხო, სპეციალურად. აი მე რა ვქნა. მოკლედ ეს ადამიანი გამოვა კონტაქტზე, მაგრამ გამოვა იცით როგორ ცოტას იკონფლიქტებთ. კი. იკონფლიქტებთ. თითქოს იფიქრებთ რომ ხო, რაღაცნაირად იკონფლიქტებთ მეგობრებო, მაგრამ შერიგდებით, შერიგება ჩანს. კი. აი ნახეთ. შერიგების კარტი ჩანს. აი იკონფლიქტებთ რაღაცაზე მაინც იკონფლიქტებთ. კი, ახლა რაღაცა მოგივათ ესეთი ცოტა ისეთი სიტყვიერად ხა ისე ძალიან დიდი იმით ფორმატით არა, მაგრამ ხო ახლა თქვენს ასეთყვით იგი კიდე რაღაცაზე ცოტას იკონფლიქტებთ, მაგრამ არა უშავს. ხო. მანაც იცის რომ უსამართლოდ მოიქცა.
აი ამბობს, იცით რას ამბობს? ის რა ცხოვრებაც მაქვს, ჩემთვის ბედნიერების მონტანი არ არისო, ამბობს. ეს არის დაკარგული დრო, დაკარგული სიყვარული, რომელსაც ვნანობ. ხო, არ ვარ ბედნიერი. მინდა რომ ფეხზე დავდგე, მინდა რომ გამარჯვებული ვიყო, მინდა რომ ძალა მოვიკრიბო, კი. მინდა რომ სულიერად დავისვენო. ხო, მინდა რომ ვიბრძოლო. რაიმე ღმერთო, გავგიჟდი, ვიბრძოლო ოჯახისთვის, სამართლიანობისთვის, აი, ხო, აშენებისთვის, მეგობრებო, სასწაული და სიყვარულისთვის, სიყვარული, რომელიც ეხლა არ მაქვს. და მივხვდი რომ ჭკუაში მოტყუებული დარჩი. მეგობრებო, აჭიკჭიკ და მტრედი. ვაი ამ ფერ მტრედს. ელოდეთ მისგან დათბობას, ელოდეთ მისგან სიყვარულს, ელოდეთ მისგან ნაბიჯებს. ელოდეთ ჩემო მეგობრებო, ელოდეთ კი. ხმამაღლა ვამბობ რომ ელოდეთ. ყველაფრის და მიუხედავად მაინც ელოდეთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი მოვა. მოვა მეგობრებო. კი, აუცილებლად მოვა. იმიტომ რომ უკვე ვეღარ ქაჩავს უთქვენოთ. რო იტყვიან. უთქვენოთ ვეღარ ქაჩავს და ძალიან კარგია რომ ვერ ქაჩავს. ვერც გაკაჩავს. მინდა გითხრათ, ესე არ ხდება სამყაროში არაფერი. ჩვენ ცუდად ვიყოთ და ის კარგად, ესე არ გამოვა. ესეც სამყაროს ერთ-ერთი. ჩვენ იმიტომ ვართ ცუდად, უბრალოდ ჩვენი თავის ფასი უნდა გვესწავლა და ეხლა უკვე всё. საკმარისია ჩვენი ტანჯვა, ამიტომ ეხლა თვითონ იქნება ცუდად მეგობრებო. ჩვენ უკეთესად ვიქნებით, ეხლა თვითონ იქნება ცუდად და ესეც უნდა იყოს. დაინახოს უნდა ადამიანმა რა ვირის ხვრელი გავიარეთ ჩვენ. თუ დავუკვირდებით, სამყარო ძალიან სამართლიანია და თუ მივცემთ სამყაროს იმის უფლებას, რომ ჩვენი შეცდომები მან გამოასწოროს, ძალიან კარგი იქნება და შეცდომებზე რა ვსაუბრობ? ის რომ საკუთარ თავს დავუშავეთ, ესაა ჩვენი შეცდომა. საკუთარი თავი რო არ გვიყვარდა არასდროს და სხვას ვაყენებდით პირველ ადგილზე, ესაა შეცდომა, თორე დანა არ დაგვირტყია ჩვენ სხვისთვის მეგობრებო. ხო. აი ასე. ეხლა იფიქროს მათ. იფიქრონ მათ მეგობრებო, ზუსტად. კარგით, ეხლა მინდა ასტრაბარათები გამოვიყენო. აი მე რა გავქნა. ეს ადამიანი ყურადღებით გაკვირდებათ. მინდა გითხრათ. ხო, ამოვარ და კარტი და დავტოვებ. მაინც მაგაზე უნდა მესაუბრა. შერიგდებით თუ არა? შერიგდებით კი, ეს ადამიანი წერილს მოგწერთ. ეს ადამიანი აუცილებლად გამოვა კონტაქტს. ხედავთ ხო, ზის და წერს. ხი. ხო, წერს. აუცილებლად ელოდეთ მისგან წერილს და ნახეთ როგორ წერს. აი რაღაცნაირად დაკვირვებული, ყურადღებით და აქ წერილში ზედმეტი არაფერი არ იქნება. შეიძლება ეწეროს როგორ ხარ. აი ესე კონკრეტულად მოგწეროთ როგორ ხართ. ხო. ეხლა შეიძლება ბევრს იგიც მიწეროს, მტარი ხარ თუ ცოცხალიო, იმიტომ რომ თქვენ არ გახვედით კონტაქტზე და შეიძლება შეეჭოს, მაგრამ ამას ეხლა ვერ მოგწერთ, გამორიცხულია. მის წერილში უფრო იქნება სიეშმაკე, რადგან ნახეთ კატაა უკან. კარგად დააკვირდით, რას მოგწერთ. პასუხი არ იჩქაროთ, მეგობრებო, უბრალოდ დააკვირდით. ხო. უიმე, აი, მეგობრებო, ერთი წუთით პაზლი ჩავსვა და გავაგრძელებ. აჰა. ხო, როგორ ხარო გეტყვის? ხო, მოგწერთ ახლა რაღაცას მოგწერთ მსგავს, კი? ან შეიძლება მოგწეროთ დილამშვიდობის, რაღაც მოგწეროთ, ან საღამომშვიდობის, ან გამარჯობა. ხო. მერე გადავა, ხო. აი მე რა გავქნა. ოხ, ღმერთო რა გავქნა. მეგობრებო, ნახეთ ახლა აქ რა ხდება. ხო, ძალიან პატივისცემით. ეხლა მე აქ რასაც ვხედავ და ვკითხულობ, მეგობრებო, სასაცილოა ჩემთვის. ხო, ეს ფიქრობს, რაიმე ხო არ გავუკეთეთ. ხო, ეს ერთი. ან კიდე მეორე შეიძლება იყოს, აი ხო გეუბნებით, ეს ადამიანი შეიძლება დადიოდეს, მესამე თვალი აქვს მას, იქ ჩვენ გვაჩვენა ტაროზე, რომ ამ ადამიანს აქვს მესამე თვალი რა შემდგომარეობს. ეს ადამიანი დადის მკითხავთან, ან ტარო გაშლებს უყურებს, ლაივებს უყურებს. ხო, შეიძლება მკითხავთანაც დადიოდეს, რაღაცებს მსგავს აკეთებდეს, იმიტომ რომ ეს აქ ტყულა არ ამოვიდა და არც აქ ტაროში ტყუილად არ გვაჩვენა იქ, ჩვენ მესამე თვალი. ეს ადამიანი შეიძლება სარკეზეც გაკვირდებოდეთ, სარკისებური ეფექტი,
ანუ ხო, რაღაც არის მსგავსი და არ ვიცი ხა რამდენად შეუძლია ამას ეს ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ კიდევ ქვემოდან ნახეთ, გეუბნებით რაღაცას აკეთებს. რაღაციდან რაღაცას ეძებს, ინფორმაციას ეძებს და აგროვებს ინფორმაციებს. რაიმე ხო არ გაუკეთეთ, ან ვინმემ რაიმე ხო არ გაუკეთა, ან რაში რა ხდება, ან გამოსავალი როგორ მოძებნოს, საიდან რა გააკეთოს, როგორ მოგიახლოვდეთ, როგორ რატომ რა მოხდა, ძალიან ბევრი კითხვა აქვს ამ ადამიანს. ამასთან დაკავშირებით. რა მოხდა, როგორ მოხდა, ვისგან მოხდა, ვისი ჩარევით მოხდა, რა შეიძლება შეიცვალოს, როგორ შეიძლება გამოსწორდეს, მოკლედ მეგობრებო, თავბრუდ ამეხვა. აი აქ ძალიან ბევრი კითხვა აქვს. ძალიან ბევრი კითხვები აქვს ამ ადამიანს, ძალიან ბევრი გამოკვლევა აინტერესებს თუ რა ხდება და როგორ ხდება. ძალიან ბევრნაირად ცდილობს რომ ჩაიხედოს თქვენს ურთიერთობაში ზოგადად ყველაფერში. ყველაფერთან მივიდეს, ყველაფერი გამოიკლიოს, ყველაფერი გააკეთოს, რა შეიძლება რომ გააკეთოს, როგორ გააკეთოს, რა ხერხს მიმართოს. დედა მეგობრებო, თავბრუდ ამეხვა. თქვენ ხო არ გონიათ რომ ეს ადამიანი თუ თქვენთან არ მოდის ზის და რამეს ელოდება? არა. ზოგადად რა მოხდა თქვენს ურთიერთობაში, ამას იკვლევს, გავგიჟდი. ხო. და ამას ძალიან ბევრნაირად აკეთებს. ყველანაირი ხერხის გამოყენებით აკეთებს. ნახეთ? სანთლები უკავია და დადის გზას იკვლევს. რა გააკეთოს? ხო, აქ კიდევ არის სურვილი, გამოსწორების სურვილი აქვს ურთიერთობის და იმიტომ გამოსავალს ეძებს, გზას ეძებს, კვალს ეძებს, რა წყალში გადახტეს იმას ეძებს, რომელი ხიდის ქვეშ გაძვრეს იმას ეძებს, რომელი წყალი თუ ზღვა გადაცუროს იმას ეძებს. ეძებს მეგობრებო, ხო და ეძებოს. თქვენ ხელი არ შეუშალოთ, ეძებოს. მე ვფიქრობდი რომ იქნებ გასულიყავით კონტაქტზე. არა მეგობრებო, აცადეთ, ეხლა მან ინერვიულოს. ხო? ესაა თავისი ჩაკეტილი საზღვრები. ნუ რაც არის. ხო. ამ ადამიანს როგორც ჩანს თავის დროზე თქვენი არ ჯერავდა, არ დაგიჯერათ, არ აყყვათ, არ მოგისმინათ, გვერდში არ დაგიდგათ, მეგობრებო. ეხლა იჯდეს ასე. და კაცი ბჭოდა და ღმერთი იცინოდა, ესე ბჭობს. ხო. თქვენ რო ეუბნებოდით არ დაგიჯერათ, არ მოყყვათ, არ მოგისმინათ, თქვენი აზრები არ გაითვალისწინათ, თქვენი გულის ტკივილი არ გაითვალისწინა, მეგობრებო. არ მიგიღოთ ისეთი როგორიც ხართ. მე არ ვიცი ამას რა სიყვარული ქვია. მაგრამ ეხლა ესეა დარბის, ხო და ირბინოს. ირბინოს მეგობრებო. სადაც უნდა იქ ირბინოს. უნდა მკითხავთან, უნდა მარჩიელთან, უნდა ხოჯასთან და სადაც უნდა იქ ირბინოს. თქვენ ხელი არ შეუშალოთ. თავისი გაფუჭებული საქმე მან გამოასწოროს. ხო. აი ესე შორიდან გიყურებთ. და ესე ფიქრობს ახლა. აი ესე ხელებით ფიქრობს. აი ნახეთ ახლა ამ სურას დააკვირდით. ასე ხელებით. კაცო ეს რა არის? ესე ფიქრობს ახლა თვითონ მეგობრებო. ხელებით ესე საკუთარ თავს ელაპარაკება. ხო. რა მოხდა? ჯერაც ვერ გაურკვევია რა მოხდა. საწოდავი. რა მოხდა თურმე? თურმე მეტი შეკითხვა არ აწუხებს. რა მოხდა? ხო, გააჩნია ამ სიტყვას როგორ რა მოხდა, კაცო? რა დავაშავეო? შეიძლება ესე ამასაც ფიქრობს. ამის ფასი რა დავაშავეო? რას ქვია მეგობრებო? სიცოცხლე გაგიმწარათ და რა დავაშავეო? რა მოხდაო? არაფერი არ გააკეთოთ. თუ დაიჯერებთ და თუ გინდათ რომ თქვენმა პარტნიორმა თავისი შეცდომები გამოასწოროს, მეგობრებო, არაფერი არ გააკეთოთ. აცადეთ მას. ირბინოს, იოფლოს, თავი იტკინოს, გულიც იტკინოს, ყველაფერი იტკინოს, მიხვდეს. ყველაფერი უნდა გაიაზროს. თავისით არ ჩაერიოთ თქვენ. თქვენი პოზიცია ახლა ესეთი უნდა იყოს. თქვენთვის იყავით, ესე შემოხაზეთ царცით და არავინ არ მოუშვათ, უსამართლოდ. ხედავთ ხო აქ რა ხატია? აი ეს არის თქვენი გალავანი, სადაც ვერავინ ვერ შემოვა. ხო. ამის აქეთ გადმოხვალ დამთავრებულია. გადმოხვალ რა ახლა? არასწორად და არაკანონიერად. ვინც ესე გადმოჭრის, დამთავრებულია ყველაფერი. მე მაქვს ეს გაკეთებული მეგობრებო ჩემთვის.
აი ზუსტად ეს პოზიცია მიკავია. ვინც არასწორად შემოიჭრება ჩემს სფეროში, დამთავრებულია. ხო, აი ესე უნდა გააკეთოთ თქვენ. ეს უნდა იყოთ თქვენ. მეგობრებო, ეს გევალებათ. დამაფასებ, შემოხვალ ამ ჩემს შემოხაზულში. არ დამაფასებ, არ გაითვალისწინებ, არ მიმიღებ ესეც როგორიც ვარ, თუნდაც ამ ანაფორებში ჩაცმული. თუნდაც იქნებ ადამიანმა რელიგია არ მიიღო თქვენი. ან თქვენ შორის შეიძლება რელიგიაც იყოს. ბევრი მსმენელი ხართ მეგობრებო. შეიძლება იყოთ მუსლიმანი და ვინმე იყოს კათოლიკე, ან ქრისტიანი, ან პირიქით თქვენ ხართ ქრისტიანი და თქვენი პარტნიორი არის მუსლიმანი, ან თუნდაც თქვენ ხართ მუსლიმანი და თქვენი პარტნიორი არის კათოლიკე. მოკლედ, ნუ არ აქვს მნიშვნელობა. მიმღებლობა არ აქვს ამ ადამიანს. ხო, თქვენი? აი ასე, ჩემო ძვირფასებო. თუ არ მიმიღებ ისეც როგორიც ვარ, დასვი დანია. ხო. აი ასე უნდა იყოს. თუ არა და ეხლა იოფლიანოს მან, ირბინოს მან მეგობრებო. სადაც უნდა იქ ირბინოს და თავისი შეცდომები გამოასწოროს. კი. ხო, ნახეთ, ესე მარტოა დარჩენილი. ძალიან მიყვარს ეს სურათი. ხო. აი ესე დარჩება მარტო. ეს ადამიანი დარჩება მარტო. ამ ადამიანს არავინ არ ეყოლება, იმიტომ რომ სამყარო არ მიცემს უფლებას, რომ ვინმესთან იყოს. იმიტომ რომ ჭკუა უნდა ისწავლოს. მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანმა ჭკუა უნდა ისწავლოს კი არა და მე მგონი უკვე იცის. ხო, სავარაუდოდ იქ გვაჩვენა, რომ მეგობრების განუდგა და მეგობრებიც უკვე კონფლიქტშია მასთან. კი, ამიტომ გვერდში მდგომი მხარდამჭერი ადამიანები მას აღარ ყავს. მოდი აქედან ვიმსჯელოთ და იცოდეთ, რომ ეს ადამიანი მეგობრებიდან ხელნაკრავით დარჩებიან. ხო, ანუ ხელს კრავენ, კრავს მას მეგობრებიც კი. იქ ტაროში გვაჩვენა, ჩვენ ვიცით, რომ ტაროში გვაჩვენა, რომ როგორ მეგობრებმა, როგორ ცოტა ჭკუა ასწავლეს, რომ სიტუაცია უნდა გამოასწოროს. მოკლედ, რა ვიცი, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. ძალიან მინდოდა რომ გამეკეთებინა მეც, იმიტომ რომ თხოვა ჩემა ძალიან ისეთმა ძვირფასმა და საყვარელმა ადამიანმა, ძალიან ვაფასებ. და ანონიმურობა დაცული მაქვს, არ დავასახელებ მის სახელს და მოკლედ ჩემო მეგობრებო. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. უღრმესი მადლობა ყველას. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ, მინდა იყვეთ ბედნიერები, არაფერი არ გააკეთოთ. ხო, გავითვალისწინოთ, რომ საჯაროა, ეს არ არის პირადი გაშლა, ამიტომ თქვენი ინფორმაცია აიღეთ, დანარჩენები გაუშვით, არ ინერვიულოთ, თუმცა შეიძლება ბევრთან ზუსტად რეზონირდეს 100%-ით. ზოგჯერ საჯარო ლაივები უფრო ჯდება 100%-ით ვიდრე პირადი გაშლები, ამიტომ ესეც გაითვალისწინეთ, მოკლედ რაც თქვენთან გულთან მოვა, მიიღეთ ის, რაც არა და გაუშვით. მინდა ბედნიერი და მშვიდობიანი შაბათ-კვირა გისურვოთ, ხვალ ვისვენებთ, ხვალ მე არ მექნება ლაივი, ვიცით, თუ მოვახერხე და ვეცდები, ვერ დაგპირდებით, მაგრამ ვეცდები, რომ რაიმე მაინც ჩაგიწეროთ, აგიტვირთოთ, მოკლედ. ბედნიერი შაბათ-კვირა გქონოდეთ, უღრმესი მადლობა ყველას, დაალოცულები ყოფილიყავით და აბა, კარგი არ დადეგები მინდა გისურვოთ. თქვენც ასევე მადლობა ყველას. აბა დროებით.